აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის ინიციატივით ცენტრალურ ბულვარში ხურჩაში მოკლული გიგა 420-ს ხსოვნის პატივსაცემად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პლაკატებით წრე შეკრეს, რომელსაც ეწერა რუსეთი მკვლელია, მკვლელი დაისაჯოს. მოკლული გიგა 420-ს დედა ამავე სკოლის პედაგოგია, პედაგოგების განმარტებით ოჯახს მატერიალურად უჭერს და ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. აღშფოთებას გამოვხატავთ ყველაფერი იმის გამო რაც მოხდა. და ესე იგი დახმარება სჭირდება აი ამ ოჯახს რა ძალიან უჭირთ. აი უჭირთ ძალიან მატერიალურად უჭირთ ძალიან. ვთხოვთ ხელისუფლებას, მთავრობას, რომ დაეხმაროს ამ ოჯახს. დარჩა ორი ობოლიშვილი, გოგო და ბიჭი და ჩვენ თითოეული ჩვენთაგანის თხოვნა იქნება, რომ დაეხმაროს ამ ოჯახს. აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 420-ს ხსოვნას. აქციაში შეუერთდნენ გიგა 420-ს ოჯახის ახლობლები და ზუგდიდის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძე. სამწირვებ გარდაცვლილის ოჯახს და სრულად საქართველოს ის რომ საქართველოს მოქალაქის დღეს საკუთარ მიწა-წყალზე კლავენ კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხელისუფლების უნიათობას და იმას, რომ არც ერთი მოქალაქე დღეს ჩვენ სახელმწიფოში არ არის დაცული. გიგა 420-ს ოჯახი ცხოვრობს ძალიან გაჭირვებულად, მას ყავს ობლები, ყავს ინვალიდი მამა, რომელიც ლოგინეთ არის ჩავარდნილი, ნაქირავებში ცხოვრობენ. ისინი შესაბამისად მათ ჭირდებათ დახმარება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხელისუფლება იმას მაინც შეეძლებს, რომ მათ დაეხმაროს და მათი მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესოს და ამ ოჯახმა და მისმა შვილებმა იგრძნონ, რომ ისინი არ არიან მარტო და სახელმწიფო ზრუნავს მათზე. აქციის მონაწილეთა განმარტებით დანაშაულის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებაზე. 19 მაისს ხურჩაში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლილი საოკუპაციო რეჟიმის სამხედროებიდან ერთ-ერთმა ფიზიკური შეურაცხყოფისა და სროლის შედეგად 30 წლის გიგა 420 ადგილზე მოკლა.